ნუ თქვენ იცით რომ ყარაბაღი არის ერთ-ერთი ყველაზე არაგაყინული კონფლიქტი. ხა გაყინულ ძალიან პირობითად შეიძლება ითქვას ამ კონფლიქტზე შეიძლება პირობით დაახასიათო ვინაიდან მთელი ამ წლების განმავლობაში 94 წლიდან იქ ყოველთვის ყოველ წელს იქ იღუპება სამხედროები, სხვა მოქალაქეები, აქეთ და იქით ორივე მხარეს კონკრეტ კონფლიქტის. კონფლიქტი არის ძალიან სახიფათო, აი ამ ლოკალურ კონფლიქტებს თუ შევაფასებთ, ხო, პოსტსაბჭოურ სივრცეში, მაგალითად დნესტრისპირეთი, აფხაზეთის სამოჩაბლოს კონფლიქტებთან შედარებით, ეს არის ყველაზე სახიფათო კონფლიქტი, ვინაიდან ძალიან ბევრი ბმული გააჩნია ამ კონფლიქტს, მაგალითად იცით, რომ სომხეთი არის მოკავშირე ფორმალური და ფაქტობრივი რუსეთის. აზერბაიჯანს აქვს სტრატეგიული ურთიერთობები რუსეთთან და ამავე დროს აზერბაიჯანთან. ამ რეგიონში ასევე არის ინტერესს ავლენს უფრო აქტიურად ირანი. ამდენად ამ კონფლიქტის გადაზრდის რისკი იმისა, რომ ის შეიძლება გადაიზარდოს რეგიონულ ან გლობალურ კონფლიქტში, ხო, საკმაოდ მაღალია. ამიტომაც ყველაფერი ის, რაც ხდება ყარაბაღში, ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ ექსპერტები, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ამ თვალსაზრისით საქართველოს გამონაკლისი რა თქმა უნდა არ არის. ვფიქრობ, რომ ალბათ გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული, ვინაიდან არც ერთი აქტორი არ არის დაინტერესებული კონფლიქტის ექსკალაციაში. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რასაც ვადევნები თვალყურს, ის რომ როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა მოსინჯა ამ თვალსაზრისით რამდენიმე მისთვის საინტერესო სტრატეგია. აი მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანი თავის სამხედრო პოტენციალით აღემატება სომხეთის პოტენციალს სამხედროს. ვიცით ისიც, რომ უკვე წლების განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი აღემატება სომხეთის ეროვნულ ბიუჯეტს. ნებისმიერ სახელმწიფოში პოლიტოლოგიაში წერია, როდესაც არის ამხელა დისბალანსი ძალებს შორის და მით უფრო ამ ძალებს შორის არსებობს კონფლიქტი, ეს ადრე თუ გვიან გადაიზრდება ცხელ ფაზაში. და ამდენად აზერბაიჯანი, რომლის ტერიტორია 25%-ია, 1/4 ლამის არის ოკუპირებული სომხეთის მიერ და ყარაბაღის შეიარაღებული ძალების მიერ, რა თქმა უნდა, აი ამით მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ არ შეეგუება არსებულ ვითარებას და გარკვეულწილად მოახდინა დემონსტრაცია თავის უპირატესობის. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მართალია მცირე ტერიტორია, მაგრამ ეს არის ტერიტორია, რომელზეც ხელახლად არის დამყარებული კონტროლი აზერბაიჯანული ჯარის მხრიდან, ეს ერთი. მეორე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის და ჯარისთვის, მე ვამბობ, აი მორალური თვალსაზრისით, მზაობის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს დაუმთავრებელი სერია მარცხების თითქოს და შეწყდა. შემდეგ, როდესაც ვადევნებდი თვალყურს ელექტრონულ მედიას, დავინახე, რომ აზერბაიჯანი აქაც იყო მზად, ვინაიდან ძალიან აქტიური იყო სხვადასხვა საიტები პროაზერბაიჯანული, მათ შორის წავაწყდი ძალიან საინტერესო საიტს, რომელიც იყო ორენოვანი რუსული და სომხური და იყო მთლიანად ანტისომხური მიმართულების. მაგალითად ძალიან საინტერესო იყო, როდესაც კიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნა თავისი ინსტაგრამი და მხარდაჭერა უკვა სომხურ ჯარს, იქ პირველი კომენტარები იყო სწორედ აზერბაიჯანული კომენტარები. ანუ ამ თვალსაზრისით ტროლინგი, მედია აქტივობები, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანმა ძალიან ბევრი რამ გამოსცადა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანმა გარკვეულწილად ისარგებლა ვითარებით, ვინაიდან რუსეთს პირდაპირ რომ ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, მზად არ არის აქტიური ფაზისთვის ჩარევის თვალსაზრისით. აი სამხედრო ძალის გამოყენება რუსეთისთვის დღეს პრობლემურია, ვინაიდან აქ გაყინული კონფლიქტი უკრაინაში არის გარკვეული სამხედრო ჩარევა სირიაში და მესამე ფრონტის გაძლება რუსეთისთვისაც კი იქნებოდა ძალიან რთული. მეორე მხრივ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მთელ თანამეგობრობას, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც შედიან მინსკის ჯგუფში, იმასთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნე წელან, რომ ის არ შეეგუება ვითარებას და ამ თვალსაზრისით ის მოითხოვს კარდინალურ ან ქმედით ნაბიჯებს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე, ხო? ამდენად მე ვფიქრობ, რომ ალბათ რუსეთის
ძალისხმევით და სხვა ქვეყნების აბსოლუტური კონსენსუსია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპისა და რუსეთს და თურქეთს შორისაც კი მიიღწევა შეთანხმება და გააქტიურდება მინსკის ჯგუფის ან სხვა ფორმატი, რომლის მიზანიც იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი რუსეთი ძალიან აქტიურ დიპლომატიურ ხერხებს მიმართავს. გუშინ პრეზიდენტი მედვედევი, პრემიერ-მინისტრი მედვედევი სტუმრობდა სომხეთს, ლავროვი აზერბაიჯანს. როგორც ჩანს, არის გარკვეული მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. აი რა იქნება ეს კომპრომისი, რა ტერიტორიებზე არის საუბარი, საკუთრივ იმ რაიონებზე, რომელიც აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და არა ყარაბაღი, აი ეს იქნება საინტერესო. რაც შეეხება ამ თქვენს კითხვას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვფიქრობ ამ ეტაპზე მოხდება რაღაც გარკვეული ზავის დადება ამ ორ მხარეს შორის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის დაბრუნებას, სხვათა შორის ეს პროექტი, რომელიც სხვადასხვა პროექტებია, მაგრამ პრაქტიკულად ყველა პროექტი, რომელიც იყო შემუშავებული მინსკის ჯგუფის მიერ, გულისხმობს გარკვეული ნაწილის დაბრუნებას აზერბაიჯანისთვის. აზერბაიჯანი მოითხოვს მთლიანად ტერიტორიების დაბრუნებას. იქ არის კომპრომისული ვარიანტები, მაგალითად 5 რაიონის დაბრუნება, ლაჩინის დერეფნის შენარჩუნება და ყარაბაღის შენარჩუნება როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სომხეთი დღემდე მაგალითად სომხეთიც კი არ აღიარებს ყარაბაღს. ამდენად აქ ძალიან რთული პრობლემაა და წარმოუდგენელია ამ პრობლემის გადაწყვეტა ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით. ყველაზე მეტად ალბათ სომხეთს მოუწევს კომპრომისის მოძებნა და დათმობა. და ეს კონფლიქტი კავკასიაში ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. ყველაზე სახიფათო კონფლიქტია. ამაზე ფიქრის კი არ მინდა, ესე იგი, ყველაზე დრამატული სცენარები შეიძლება იყოს ესეთი, აი რუსეთის ჯარის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, დერეფნის გაკეთება, რათა დაუკავშირდეს თავის დაჯგუფებას, რომელიც არის სომხეთში. ამან შეიძლება გამოიწვიოს უმართავი პროცესები აჭარაში, ამით შეიძლება თურქეთმაც ისარგებლოს. მოკლედ არ გვინდა ჩვენ, მაგრამ ეს რისკები არის, გარდა ამისა არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენთან საქართველოში ორი უზარმაზარი თემია, აზერბაიჯანული და სომხური და ნებისმიერი ექსკალაცია კონფლიქტის, რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოს აი შიდა პოლიტიკურ პროცესზეც. ამდენად ეს არის ძალიან სახიფათო კიდევ ერთხელ ვამბობ კონფლიქტი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ევროპაში და მსოფლიოში. თავისი რისკებიდან გამომდინარე. საქართველოს პოზიცია არის უცვლელი რამდენიმე უკვე აი ათეული წლების, ხო და აბსოლუტურად ადეკვატურია. აი თუ ვერ გააკრიტიკებ ვერც ერთ ხელისუფლებას, ეს არის სწორედ სწორი ნეიტრალიტეტი ხაზგასმით. ვინაიდან ეს არის ორი ჩვენი მეზობელი, ორივე მეზობელთან ჩვენ გაგვეჩნია საკმაოდ მჭიდრო კავშირები. კიდევ ერთხელ არ დაგვეუწევს, რომ ჩვენთან არის აზერბაიჯანული თემი და სომხეთის მრავალრიცხოვანი დიასპორა, ამდენად ნეიტრალიტეტი, ამდენად ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა საიმისოდ, რომ მოხდეს, მოგვარდეს საბოლოოდ ეს კონფლიქტი, ეს აწყობს არა მხოლოდ საქართველოს, ეს აწყობს მთლიანად რეგიონს. წარმოუდგენელია რაიმე გლობალური მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური პროცესების და პროექტების განხორციელება ამ ვითარებაში. პარლამენტი როგორ დაკომპლექტდება? კი ბატონო. ნუ მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპერტის თვალსაზრისით, ხო? ექსპერტების, სოციოლოგების იმ ადამიანების, იმ ჯგუფების ესე იგი თვალსაზრისით, ვინც დაკავებული და ინტერესდება პოლიტიკით, საარჩევნო პროცესი, საარჩევნო პერიოდი. რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი იმისა, რომ მოხვდეს პარლამენტში და იქონიოს თავისი წარმომადგენლობა. ასევე ჩვენ ვხედავთ ალბათ პირველად, როდესაც ძალიან ბევრი ეგეთი მარკეტინგული პროექტი
ხორციელდება, აი მაგალითად ძალიან საინტერესოა გირჩი, როგორც მარკეტინგული პროდუქტი. აი ჩემის აზრით გირჩის ერთ-ერთი მისია არის წართმევა ხმების ნაციონალური მოძრაობისთვის. მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით ის ვერ შევა პარლამენტში, მაგრამ სამაგიეროდ 3-4 წელიწადში მას შეიძლება საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები გააჩნდეს. ვინაიდან კაფიო ჩანს, მკვეთრად ჩანს, რომ ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა, აქცენტი კეთდება რაც ტექნოლოგიურ მართვაზე საარჩევნო კამპანიის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო გირჩის მისიას ვხედავ ამაში. მაგალითად ძალიან საინტერესოა ბედნიერი საქართველო, ხო? ყოფილი უკრაინელი უკვე ქართველი ოლიგარქის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ასევე შეუქმნის იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც ოპერირებენ აი პოპულისტურ ველზე, სოციალური დემაგოგიის და ასე შემდეგ, თვითონ განსაზღვრეთ ვინ არიან ესეთი პარტიები. აქაც საეჭვოა რომ გადაალახოს, მაგრამ პრობლემებს შეუქმნის. ამ დღეებში შეიქმნა თავისუფლების პარტია, ესეც ძალიან საინტერესო მარკეტინგული თვალსაზრისით პროექტია, რომელშიც გაერთიანებულია ძირითადად ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული რესურსი, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა დონის საქმიანობაში, ანუ აქ შეიძლება იხილოთ ყოფილი გამგებლები, მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა საკრებულოების ყოფილი წევრები, პარლამენტის წევრები და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით, რესურსული თვალსაზრისით ეს პარტია შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო სხვა პარტიისთვის, რომელსაც არ აქვს საარჩევნო გამოცდილება. საინტერესოა პატა ბურჭულაძის ფონდი, რომელიც ვერ იქნა ვერ გადაკეთდა პოლიტიკურ პარტიად, მაგრამ ეს თუნდაც ინიციატივა რაც გაჟღერდა პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, მე მგონი ყველაზე მეტად აწყობს ფონდს, ვინაიდან როგორც ჩემი ინფორმაციით მაისში აპირებენ პოლიტიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმაციას და ამ თვალსაზრისით მათ გარკვეული ესეთი პერიოდიც აქვს ამისოთ და საინტერესოა რომელ ელექტორალურ ნიშის დაუფლებას გადაწყვიტავს ეს ფონდი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ალბათ პატრიოტთა ალიანსმა შეიძლება მოახდინოს ერთგვარი სენსაცია ამ არჩევნებზე, მაგრამ ეს შეიძლება მოსალოდნელიც იყოს, საკუთარ მაღალი მაჩვენებელი აჩვენოს. თანაბარი შანსები გადალახვის ამასთან ერთად აქ ბურჯანაძე დემოკრატებს და მე მგონი ეს პოლიტიკური ძალაც გადალახავს ბარიერს, მართალია ჯერ პასიურ ფაზაშია, მაგრამ ბექგრაუნდიდან გამომდინარე და ელექტორალური მხარდაჭერიდან, რომელიც ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება. ალასანია თავისუფალი დემოკრატებს ასევე მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, თუმცა ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით საარჩევნო პროცესის მართვა, წინასაარჩევნო მარკეტინგი და მენეჯმენტი. ეს უკვლებლივ ყველა ძალას ეხება, ყველა ძალას პოლიტიკურ ძალას აქვს პრობლემა ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის გარდა. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა გადალახავს ბარიერს, ვინაიდან თუ გადავავლებთ დინამიკაში თვალს იმ მაჩვენებელს, რა მაჩვენებლის დემონსტრირებასაც ახდენს ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე, კი, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურმა ძალამ დაკარგა მნიშვნელოვანი რესურსი, 9 მილიონზე მეტი ხმა, მაგრამ დღესაც ამ პოლიტიკურ პარტიას შეიძლება ჰქონდეს იმედი მხარდაჭერისა დაახლოებით 250,000 ამომრჩევლისა. ქართულ ოცნებას მიუხედავად, ესე იგი, ამ პროცესებისა, რომელიც ხდება და შეიძლება პირიქითაც ამ პროცესების წყალობით, თუმცა აქაც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგალითად, საარჩევნო სიაზე, თუ ვის ვიხილავთ. პირველი სამეულის პროგნოზირება ალბათ ადვილად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში თავის შეგვიძლია დარწმუნებული შეიძლება ვთქვათ, რომ ესე იგი პრემიერ-მინისტრი ალბათ იქნება ნომერ პირველი, ნომერ მეორე ალბათ დავით სერგიენკო, ყველანაირად გამართლებულია ეს რანჟირება,
მესამე არ ვიცი ვინ, შეიძლება იყოს კახი კალაძე, შეიძლება იყოს რომელიმე სხვა უცნობი ახალი სახე, ან ნაკლებად დაცნობი. ამ სიის ხარისხზე არის დამოკიდებული ის თუ რა მაჩვენებელს აჩვენებს მათ შორის ამ სიაზე აჩვენებს ქართული ოცნება. დიდი ალბათობით ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე. ხოლო ექნება თუ არა უმრავლესობა, ამაში პრინციპში შეჩვიმეპარება, თუმცა ამის შანსიც აქვთ. რაც შეეხება ახალ გამოსულ კოალიციიდან სუბიექტებს, უпростоოდ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც კაფიოდ განაცხადა და გამოვიდა კიდეც კოალიციის რიგებიდან, ეს არის ეროვნული ფორუმი. ამ თვალსაზრისით ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არის, რომ ეროვნული ფორუმი ძალიან ღირსეულად მოიქცა, ძალიან მყისიერად გადაწყვიტა ყოველგვარი ბუნდოვანი ფორმულირების გარეშე. გარდა ამისა, მას შემდეგაც, როდესაც გამოვაცხადა იმის შესახებ, რომ გადის კოალიციიდან და ტოვებს ყველა პოზიციას პარლამენტში, ფორუმმა და მისმა ლიდერმა კახა შარტამ განაცხადა იმის შესახებ, რომ არ შეუქმნის პრობლემებს კოალიციას. მე მგონი ეს არის ძალიან ღირსეული და ესეთი ტიპის აქციები საერთოდ აკლია ჩვენს პოლიტიკას, ჩემის აზრით. ამის და მიუხედავად, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები ექნება ფორუმსაც და რესპუბლიკელებსაც, მაგრამ ფორუმს სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომელიც შედიოდნენ კოალიციაში, მიზნობრივად ხარჯავდა თავის ბიუჯეტიდან ამ კუთვნილ თანხებს რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისთვის, გაძლიერებისთვის, პარტიულ აღშენებლობით იყო დაკავებული. ძალიან მოტივირებული ადამიანური რესურსი. ძალიან დიდი გამოცდილება არჩევნებზე. მინდა გითხრათ, რომ დიდწილად ქართული ოცნების კოალიციის არჩევნებმა გაიარეს აი ამ კადრების, ამ რესურსების წყალობით ხდებოდა ამ წარმატებების მიღწევა. კახა შარტავა არის ძალიან საინტერესო ლიდერი, საინტერესო არის იმითაც, რომ ამ 3-4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ჩანდა, მაგრამ მის მიმართ არის ცხოველი ეგეთი ინტერესი მოსახლეობის მხრიდან და ამ რეპუტაციით, რომელიც მან შეიძინა და ამ 3-4 წელიწადში რეპუტაციული კაპიტალის დაკარგვა ჩვენ როგორც დავინახეთ, იყო ძალიან მარტივი და ადვილი. შარტავამ ალბათ ერთადერთი ლიდერია ამ კოალიციიდან, რომელიც მოახერხა და მინიმალური რისკებით გამოვიდა ამ ვითარებიდან. ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ ფორუმს აქვს ძალიან რეალური შანსი ბარიერის გადალახვისა. რეალური შანსი ბარიერის გადალახვის აქვს ასევე რესპუბლიკელებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას აქვს მაღალი ანტირეიტინგი საზოგადოებაში, მაგრამ თავისი მყარი ამორჩეველი და რაც მთავარია, რესპუბლიკურ პარტიას აქვს ის, რაც არასოდეს არ ქონია, ეს არის ასევე გაშლილი რაიონული, რეგიონული პარტიული ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, სხვა სიკეთეები, თავისი წევრის არჩევნო კომისიებს, სხვათა შორის ფორუმს არ აქვს. ამდენად რესპუბლიკელებს აქვთ რეალური შანსი გადალახონ ბარიერი. აი ეს არის პრინციპში ძირითადად ეს პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელსაც აქვთ რეალური შანსი ამ ბარიერის გადალახვისა. აღნიშნე, რომ ძალიან ბევრი რაღაც ეგეთი საინტერესო მარკეტინგული ტექნოლოგიის იმპლემენტაციის მცდელობას ვხედავთ ამასთან ერთად. და აი ეს არის პრინციპში მოკლედ, ისე თქვა შეიძლება.